6 საათზე არის პიკაპი მოვასწარი ხა 6 საათია 20 კარგი. რაც გეითია და ალბათ წელი დავრეკო. Pick up what? I'm picking up 2 trucks, something. I don't know. Been here before? No, it's first time. I'm gonna open this main gate. Okay. Go to the right. I'll open that gate. Okay. Stay right on the main road. No rights, no lefts. Up over the bridge, you'll come to another set of gates. Come inside with your driver's license. Okay, got it. Короче, ვახო წამოდიო ახლა. აქო მარჯვნივ გაიარეო. წროგასა. მე წადიო პირდაპირ. ხიდი გადმოკვეთეო და კაროჩე ასები. Здорово, ქართულ ბანდას. Короче, მეორე ვიდეოსაც ვემზადები. ნუ გუშინ მოვიყავი, თორე короче არ ვიცი რა წესებულება იყო, короче ტიპებმა ფოტო არ გადაუღო, ტურს რა იღებო და არ გაინძრეოდა რაღაცები. ან ჩვეულებრივი ჯიპ ჩეროკები არის ახლები ოღონდ. Asta რავი, მე მგონი აგენტების არიან რაღაც, არ ვიცი. იმიტომ რომ ძალიან რაღაც გასაიდუმლოებულად ღამე და რაღაცა. კაჟი ვიღაც ტიპი მოვიდა. პატარა ამწეთი რათო მანქანები რო არის, ერთ მანქანიანები. აიტანა. უზადნით მოაყენა ჩემსან და უკან შევაყენეთ რა. კაჟი გაჩვენებ ხა რა. ამო Nashient ყავს დაიცეს ბებერი. მანი გავწევია და ვიდები. კაროჩე, აი ესეთი როჟა. იმენა შოულებრივი მანქანებია, ოღონდ შიგნით რაღაცები არის. რაღაც ის ვაფშე არ დაიქოქა ის წინა. რაღაც შნურები და რაღაცები. ეს არ დაიქოქა და ნეიტრალს ჩავაგდეს და ის შემოვაყენეს რა. როგორ დამცლიან არ ვიცი. კარგი, შემოვაყენეთ. დაბან, კარგია. Яснათემს ის დაბმული. სუდი როგორ იქნება. კარგია. აი დავედი ხა ყავს დავისო და დავშვები. 2000 მილი მაქვს მიჩიგანამდე. დღეს არის შაბათი და ორშაბათს უნდა დავადელი ვარ. ხო, ცოტა დაუჯერება დღეს, მაგრამ ესე არა. ზბაო. Saturday 28 February. რატო არ ჩანს ხოლმე ეს კადრი როგორ გავასწორო? მოგვარდი, ხალხი დავიბანე ყავა დავითრიე. თვით შევამოწმე. გოგმებში ხა მესამართი ჩავწერე. და კაროჩე დავიშვი. და ცის რამ დავშე რა. აი ზაკი მაგას წყალწასაღები სამუშაო კი არ არის ანუ ბაზარი არ არის. უფრო კარგი იქნება რომ მოეძახა რაღაც. პროფესია ნახოს სხვა რაღაცაზე იმუშავა და შეიძლება. თან გევასება ეს მე თავიდან მომიწია რომ დავასებოდა ეგრევე ანუ უცხო ქვეყანაში რაღაცაზე ვიმუშაო და არ მევასებოდეს ძალიან რთულია რა. ამიტომ ავდექი და დამევასე.
მაგრამ თან აქვს თავისი თესლობები. Წარმოიდგინე, უფროსი არ ყავს. რამდენი ძინა იმუშავე, რამდენიც. ბევრს იმუშავე, ბევრი ხალხის გამოგივა. ცოტას იმუშავე, ცოტა გამოგივა. დღეს არ გინდა მუშაობა, არ იმუშაო. გაჩერდი. რამე ლას-ვეგასში ხარ single ტიპი ხარ და გატასავება გინდა? აი დასავებ. ყველაფერი შეგიძლია, გესმის? თელი დეღვიძებ. ცხელყავას დაიდგავ. და დაეშვები. აი 2027 მილი მაქვს სასიარო. ერთ გზაზე. ანუ 2027 ნუ რაღაც 1400 მილი ალბათ highway-ზე უნდა ვიარო, ერთი მეორე მოცეცაზე და დავეშვები. მე ზემოდან ქვემოდან ავალ მიჩიგანში. რაღაცა აი ნუ ცოტა რაღაცა სირცულეები შეიძლება გაიჩიტოს, იმით რომ რაღაცა verification, inspection და რაღაცა, მაგრამ რა ვიცი, მოგითხრა ხა კარიერაში 3 წელიდან ნახევარი ავზივარ, ხო? ამ ხრის განმავლობაში სულ ალბათ ვარ 4ჯერ ინსპექციაზე ნაყოფი და 4-ვეჯერ ქორდულად იასნან. ყველაფრად გამოსულ. ორ მომენტი ყველა დღე ვიყავი. ყველა დღე მიაქცე ტვირთს. საბურავებს. და შორა. უბრალოდ ხარა ტრაქზე მთელი ცხოვრება არ უნდა შეჩემ, იმიტომ რომ ძალიან კომფორტი ზონაა, აი. ეხლა თავიდან გამოდიხარ სახლიდან, იასნად ძალიან გიჭირს რა, იმიტომ რომ ყველაზე ხა ბავშვთან ყოფნა მინდა, სულშვილთან რაღაც სახლში მინდა, ყველაზე ხა ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრება მინდა. ერთი კვირა რომ იმუშავებ, ხელფას აიღებ, რაღაცა რეჟიმს ჩადგები, კვებას იცავ, ვარჯიშობ. მე უკვე გევასება გესმის, მაგარი შესაძლოა, მაგრა ეჩვევი და ესეთი გონდია რა. წარმოიდგინე, თქვენ ნახევარი 2 თვე მიდიხარ გზაში. იდეალურად ცხოვრობ, გესმის, დილით გაიღვიძე, რაღაცა ხელი დამე, კვება დაიცავი, კალორიებს ჩაჯიქი, პროტეინები, ცილები შეავსე, ყველაფერი ივარჯიშე, იმუშავეს, რაღაც არანაირი ალკოჰოლი, არანაირი დრაგი არ. სახში ჩავდივარ. ვერც ჭამ, წესია, ჭამ ყველაფერს რა. ცილებს ვერ ვავსებ. პროტეინის რავი, ალკოჰოლს თითქმის ყოველ დღე ვსვავ. ეხა 2 კვირა რო ვარ, ყველა მენატრება და ყველასთან დალევა მინდა და რა. და გარჩ. აქ იდეალური ადამიანი ხარ, იქ იმენა ყველაფერი თავდაყირაა. ტრაქს რაც თავის სიკარგეებს ვუტოვებ, გესმის? ანუ მე თუ სახშიც დავიცავი კვება, რეჟიმი, ვივარჯიშე და იქაც იდეალური ვიყავი. რაღაცნაირად აქაურობა უკვე შევზიზღდება რა ტრაქსი და აი ტრაქი რომ მიყვარდეს ვუტოვებ რაღაცნაირს რა ღირსშესანიშნაობებს. რა ვიცი. დილას როგორც ივა. ჩართო ჩვენი GPS-ი, იმიტომ რომ ჯდება ხოლმე. აგაჩვენეთ დილის რუტინას. უნდა მივწეროთ ძმებს Telegram-ში. რაღაცები New 50 challenge ვიწყებს თქო. მერე ვიღებთ powders, რძეს და ცოტა წყალს. ზღვა. So nice. მე ვიღებ ცოტა წყალს, იმიტომ ძალიან ზიანი მე აღარ მევასება. ვიღებთ 1 scoop protein powders. მაგარი გემრიელია, იმენა მევასება. Kaban.
ვდგავთ თავის ადგილს. შემდეგ მოდის კრეატინი. კარჩე, ვარჯიში დავიწყე. ერთი წელია რა. Und თავიდან არასწორად ვარჯიშობდი რაღაცებს. დებილობდი. ცილებს არ ვიღებდი, კრეატინებს არ ვსვავდი რაღაცები. კარჩე, ერთი 6-7 თვეა, რაც აი ზუსტად სწორად და რაღაცები დავიწყე რა. და ზანგი შედეგი მაქვს. ნუ ეხა ისეთი არაფერი თქვენ რომ შეამჩნიოთ, მაგრამ ძალიან მსუქანი ვიყავი. თავიდან ტრაქზე. ნუ აი კრეატინი მაქვს. თავიდან ტრაქზე რომ დავჯექი, სულ გამხდარი ვიყავი რა, ეხა არასდროს არ ყოფილი რომ გასქებული და რაღაცები. მე ვონა არც არასდროს ვსუქდებოდი. ხა თელი დღეს იხარ არაფერს არ ატარებ. ისა არ მოძრაობ რაღაცა და კარჩე მაგრა გავსუქდი რა 80 კილო ვიყავი და 93 გავიშიტე ბიჭი ძალიან მრგვალი ვიყავ 13 კილო მოვიმატე რა ვიცი 6 თვეში ალბათ 7 თვეში ნუ კარჩე მივხვდი რომ ესე შეიძლება გაგრძელებოდა ანუ კარჩე ძალიან გავსუქდი რა და თვენახევარი მარტო ხილს ჭამდი და ბოსნეულს ვაფშე არ მიმჯავია მეტი მართლა ტრაქზე იცი რა არის ტრაქზე შეგიძლია ეგეთი რაღაცები რა ვაფშე სრულიად ვაკონტროლებ ჩემს ცხოვრებას მართლა ხა მე ძალიან გავხდი ეგრევე 80 კილო გავიჩიტე ისევ მაგრამ გავიჩიტე აი უკუნთო ასე ჩამოთხრეზილი ანიც და ასეებით რა ძალიან ბანწად არ დამევას მე დავიწყე მე მივედი სწორ და მივედი რა მიმიყვანეს მასწავლეს და ნუ ჩემთაც ხო ეხა შენ თუ არ გინდა ინსან უნდა გასწავლოს და სანუნა გიჩიჩინოს ვერ დამოამებ და კარჩე მე დინდას კონდე რომ უნდა მივიღო კილოგრამზე ორჯერ მეტი ცილა დაახლოებით დღეში 160-170 პროტეინი პროტეინი იგივე ცილა არის ნუ ალბათ ყველა ვიცით მაგრამ მე არ ვიცოდი თავიდან მითხეს პროტეინი რა სხვა მეგონა ხა და ორჯერ მეტი ცილა უნდა მიიღო დღეში უეჭველი რომ კუნთი არ შეჭამოს სხეულმა და კალორიებით უნდა ბალანსო წონაში გაზდა გინდა ნუ მომატება დიდი გინდა გაიჩითო თუ აი კათი შრედიდ ტიპი გაიჩითო რა ხოდა მაგრე აი ეგრე ვიცავ ზუსტად 1-7 თვეა რა ხოდა ხა მაგის კვალობაზე ჩემო მეგობრებო 7 თვის კვალობაზე ჩემზე ძალიან კაი შედეგი მაქვს და თან სიტუაციას ისართულებს რომ ტრაქში ვარ ანუ აქ შეზღუდული რაოდენობის ვარჯიშები მაქვს წონები არ მაქვს იმხელა რომ ხო ხვდები ერთადერთი დამის მაქვს ტურნიკი ქართულად არ ვიცი რა ქვია ძელი რა რა ვიცი და დამბელები всё ეგ არის ჩემი ჯიმი ძმებო ამაზე ხა დავდებ აქ ჩემთან დავშვები და გზაში ნენეა წკო და
შევჭამ. ხო რა კარჩე, ეხლა დილის 7 საათია. დილის 7-დან 12-მდე ეს ყოფნის უეჭველი, მე 12-ზე შევჭამ. მე ერთი დევში გადავიღე და მე შეიძლება კიდე გადავიღო. 12-ზე შევჭამ ეს და მე 6-ზე. და всё. ამ ხელს დავაყოლებ ახლა შეიქს და ეგ არის. წავედი კაროჩე. ზა არ საინტერესო ხო არის თუ არა ხოლმე. ზის ჩვენება, მაგრამ რანახან გაჩვენებთ ხოლმე ამ გაჯე ჩემს ყველაზე უცნაური ამერიკაში ჩამოვედი და ნუ ზებზე დავჯექი ეს იყო რომ ჰაივეები ვაფშე არ არის განათებული წარმოიდგინე ანუ საერთოდ განათებები აი ძალიან იშვიათად საერთოდ თუ არის რაღაც მომენტ მონაკვეთებში ახლა ვარ მიზურში კიდე საოცარი ის იყო რომ ჰაივეებზე კამერები ვაფშე არ არის ანუ კამერები როგორ არ არის მაგრამ არ გაჯანიმებს ანუ ხო პოლიცია დგას ხოლმე აი სასაფრებული არის ხოლმე რა აი ამ შუა გამოჩნდება ეხა აი ნახე როგორ რაღაცა აი ეს მოსახლე აი აქ დგას ხოლმე და თუ ჩაუვარე ეგრევე გამოვეკიდება კიდე ყველაზე კაი რაც არის აქ ჰაივეებზე ანუ მარცხენა ზოლში როცა მიდიხარ ვიღაცა სირი არ მოგივარდება და უკან ფარებს არ გინთებს გადადიო აი საქართველოში რო ვიყავ ფუფრა საზიზღარი ნაროდია ხანდახან აი მარცხენა ანუ აქ ახლა კრუიზ კონტროლი დავდივარ სულ რა ხო და ახლა ვიღაცას რომ მივახლოვდები 70 მილით თუ მიდიხარ და 65-იანს მიადექი, გადახვალ 5-ით გაასწრებ, ხო? ანუ რამდენი წამი უნდა დაგჭირდეს? ალბათ 3 წამი რო დაგჭირდეს გაასწრებ და 1 წამი რო გადახვიდე, ხო? შემდეგ ზოლს. ტიპი ან საქართველოს ნუ აღარ მახსოვდა რა, ეხლა მართლა იქ შეუჩვეველი ხარ, ხო ხვდები? თბილისიდან მივდიოდი შეკვეთილში. 3-ჯერ მომივიდა ვიღაცასთან რაზბორკა. ანუ გზაში რა ეხა ხო ხვდები ისე. მე ჩემი ცოლი სიდედი და ბავშვგვიზის უკან. აი რავი რა 115-ით მივდიოდი ჰაივეზე თუ რაღაც 120-ით და ნუ ვიღაცას რომ მივადგებოდი უკან პარკინგში ჩავართავდი და იგივე ის სტრაფით ვასწრებ ნელა გადავა. 3-ჯერ მომასკდა ვიღაცა უკნიდან აი ფარებს და მინთებს, სიგნალებს ბიჭო. აი ეს კულტურო და მახინჯი შეხედულების ნაროდი როდემდე უნდა ვიყოთ და რა. აი სირცხვილია ბიჭო, აცადე. აი მე რაღაცა არ დავიბენი, რაღაცა გადავა ხომ არა. ვიღაცა ვინც არის ის დარება, ვიღაცა მოხუცია, ვიღაცა გოგოა, ვიღაცა რა ვიცი, ძმა რატო ამწურებ რა. დაიცადე 2 წამი და მოწყნული და გადავა. აი უბრალოდ ეხაც კი ემოციურად ისე მეშლება ნერვები ბიჭო. სირცხვილია უბრალოდ რა. არ შეიძლება ბიჭო აქ ვაფშე ერთმანეთს არ უსიგნალებენ და რავი ფარებს არ უნდა ფარების ანთება არ მოსულა. მარცხენა ზოლში რო ტიპი მიდის ნუ თუ ძალიან ეხა 10 წუთი და რაღაცა მიდის და არ გადადის კი შეიძლება მაუნტზე ავსება მაგრამ არ არსებობს რა მოდენიმე წამი გჭირდება ხო მაცადე თან ეხა გამოსწრილი ზოლი ვარ რა ასე თუ ისეთ ზოლში ისეთ დროს არ გადავიდოდი რომ უკნიდან ვიღაცა ჩქარა მოდიოდა მარჯვენა ზოლში იდგა ტიპი გადავედი მარცხნივ ნელ-ნელ აი ესე ვასწრებ მომასკდა ტიპი რა ეს ბიჭო მაცადე 2 წამი გადავა რა რაღაც და იქიდან რაღაც ხელები სლები და ეხლა ჩემ ცოლთან და შვილთან ერთად ვიყავ ეხლა იქ
ხვდები რა, თან აღარ შემილია უაზრო რაზმორკები და ეხლა ვიღაცასთან რაღაც სულელე ვისაც გულზე მოხდათ, რავი, ცოტა დაფიქრდით რა. არ შეიძლება ეგეთი კულტურობა, უპატივცემულობა და ერთმანეთის მიმართ ამდენ ესეთი ზიზღი რა პროსტა. არავინ არასოდეს ეგრე არ იქცევა, როგორც საქართველოში ერთმანეთს ექცევიან. მაგითო გჭირს, ისაც გჭირს და მაგითო გჭირს და მაგითო ხავთ ყველაფერსაც დავისახურეთ რა. დაიცადე 2 წამი ბიჭო, ვასწრებ, ხო არ ვდგავარ. აი ხო არ ვდგავარ. ვასწრებ, ნუ რაღაცა +7-თან, +10-ით ვასწრებ, მაგრამ გავასწრებ, ხო? ანუ ხო არ გაგინგრევ ცხოვრებას, თან ჰაივეიზე ხარ ეხა ის 3 წამი რა გიშლა, 2 წამი შეანელე, რო არ გადააჯდე. არა, ის ჩემი გზაა და გამიშვი. დი ნახუი რა. ავედი მომიშალერები დილით კაი ხასიათები ვიყავ. აი, ერთი წუთი დამჭა და მივა. Shipping and receiving გიგებათ. კაი მოვედი კარაში, ხედა ავრეკონდა და რაღაცა. ჯას ფურცელი მომცა და ამას მივუყვები. ახცევა, იმენა ტყე არის ახალი მანქანები ის. აი, რაღაცა მოვედი, ხა იქ shipping and receiving office არის. შევალდა გავარკვევ. ესენი მე გადავებიან. კარჩო, ეხა რაღაც ფურცელი მომცა. ეხა აქ ვარ. აქ. უნდა წავიდე. და კარჩო რაღაცა რო მითხრა იქ უნდა მიხვიდეო და იქ ჩამოვიცლები. და ერთი ჩამოვაგდეთ ეგენ არის. ბატონო მანქანით. აი ყანა ჩამოს. კარჩე, დავდელი ვარ. ჩამოვცალეთ ეს მანქანები, პროსტა ხა უნდა. დავაყენო სადღაც. აი ესენ ჯიბია ზოგადად. არა ფეთქდეს. უნდა დავაყენო სადღაც რა. პარკინგზე. აი საზღვარი. ავიღებ ამას. არჩი, დავიცი. რავი, ეხა ჩაოლოდ იზრება. 1-3 საათი ჩავდით და დაგვეძრა მანქანა. იავა. აი, დავედი ხა და არჩი მოვჩი ეს ტვისტი.